საღამო მშვიდობის ძვირფასო ტელე და YouTube მაყურებლებო. ჩვენს დღევანდელ გადაცემას ტრადიციულად მადლობით დავიწყებ. იმ ყურადღებისთვის და იმ ინტერესის გამო, რომელსაც ჩვენი გადაცემის გახსოვს მიმართ იჩენთ. დღეს ჩვენ ოდნავ განსხვავებული ფორმატით შემოგთავაზებთ გადაცემას, რომელიც რაში გამოიხატება, რომ არ გვეყოლება სტუმარი. გადაცემა კი მიეძღვნება ადამიანს, რომელიც არასდროს ყოფილა ოლიმპიადის ჩემპიონი, არც პრიზიორი, არც მსოფლიო გნებავთ ევროპის ჩემპიონატზე მიუღწევია წარმატებისთვის. უფრო მეტიც საბჭოთა კავშირის ჩემპიონიც კი არ გამختარა და არც საბჭოთა კავშირის თასი აღუმართავს. მისი ტიტულები საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე მოპოვებული 2 ვერცხლის მედალია და 4 ბრინჯაოსი. სულ ეს არის და ეს. ლაპარაკია ფეხბურთზე. საბჭოთა კავშირის ნაკრების მაისური არასოდეს სმია და სულ 7 საერთაშორისო მატჩი აქვს მონაწილეობა მიღებული, სადაც 5 ბურთი გაიტანა. ეს მშრალი ციფრები ნამდვილად არ არის საკმარისი იმ დროს საბჭოთა სპორტში არსებული უმაღლესი ტიტული, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატის ტიტული რომ მიგევ. მაგრამ როდესაც მასე საპატიო ტიტული ერგო, მე მგონი არავის გაკვირვებია. უფრო მეტიც, არც ეს გაკვირვებია არავის, როდესაც მე-20 საუკუნის ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მას რუმინელმა სპორტულმა ჟურნალისტებმა იმ დროს მსოფლიოში ყველაზე უფრო გამორჩეული მომღერლის კარუზოს სახელი უწოდეს. ფეხბურთის კარუზო. მიხვდით ალბათ, რომ საუბარია ბორის პაიჭაძეს. კაცზე, რომლისგანაც პრაქტიკულად იწყება ქართული ფეხბურთი. მე მინდა ახლა რამდენიმე ამონარიდი წაგიკითხოთ. ჩვენს ფეხბურთში ბორის პაიჭაძე უნიკალური ფენომენია. ეს სპორტსმენი განუმეორებელია, ისევე როგორც განუმეორებელი და არაპროგნოზირებადი იყო მისი თამაში. ის გახლდათ კაშკაშა, თვითმყოფადი ტალანტი, რომელიც არავის გავდა. ეს გახლავთ გრიგორ ფედოტოვის სიტყვები. ვინც არის ეს იყო საბჭოთა კავშირის ადრეულ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამორჩეული ოსტატი, ბომბარდირი და მისი ასეულთა კლუბი არსებობდა, ბომბარდირთა კლუბი. მისი ბრწყინვალე ნიჭი განსაკუთრებით მეტოქის კართან რთული კომბინაციების უნაკლო დასრულებაში გამოიხატებოდა. შეუძლებელი იყო უხეშად გეთამაშა იმ მომხიბვლელი კეთილშობილების წინააღმდეგ, რომლითაც ის მოედანზე მოქმედებდა და არასდროს პასუხობდა უტაქტობას. ეს სიტყვები უკვე ნიკოლაი სტაროსის ეკუთვნის. სტაროსინის ასევე ლეგენდარული რუსი ფეხბურთელია, 3 ძმები იყვნენ, მოგეხსენებათ და ეს მას ეკუთვნის ეს სიტყვები. ბორის პაიჭაძე საბჭოთა კავშირის ფეხბურთში შევიდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი თავდასხმელი, თავის გამორჩეული სტილით, თამაშის საკუთარი გაგებითა და ტაქტიკური ევოლუციის შესახებ საკუთარი შეხედულებებით. მან დაამსხვრია ყველაფერი ძველი და ხისტი, რაც თამაშის განვითარებას აფერხებდა. ეს უკვე მარტინ მერჟანოვის სიტყვებია. მარტინ მერჟანოვი იყო სპორტული ჟურნალისტი, სხვათა შორის აფხაზეთში იყო დაბადებული და შემდეგ ის გახდათ
ფუტბოლის იყო ესეთი გაზეთი, შემდეგ ფუტბოლ ხაკი დაარქვეს იმის პირველი რედაქტორი. ყოველკვირეული გამოცემა. ყოველკვირეული სპორტული გაზეთი იყო და იმის პირველი მთავარი რედაქტორი. აი ეს სიტყვები ბრძანეს ამ პატივცემულმა და ფეხბურთის მცოდნე ხალხმა. ბატონებო, თქვენ რა სიტყვით? ვინ იყო ქართულ ფეხბურთში და არა მარტო ქართულში, საერთოდ საბჭოთა ფეხბურთში თქვენს აზრით ბორის პაიჭაძე. გარდა იმისა, რომ მისი პირადი თვისებები ესე მაღალ დონეზე იყო აღნიშნული, მერჟანოვმა მას პირველი მოხეტიალე ფორვარდი უწოდა. ეს მოხეტიალე ფორვარდი რატომ დაარქვა მას, რომ მაშინ იყო ეგრეთ წოდებული W სისტემა. და W სისტემაში ყველას თავისი ინსაიტს, თავისი ადგილი ჰქონდა, გარემარბს თავისი ადგილი ჰქონდა და თავისი ადგილი ჰქონდა რასაკვირველია ცენტრ ფორვარდს და პაიჭაძემ პირველმა დაიწყო თურმე ადგილის შეცვლა, ხან ინსაიდის ადგილზე გადადიოდა, ხან ცენტრ ფორვარდის და ხან მეორე ინსაიდის ადგილზე და ამბობენ, რომ ხანდახან ფლანგისკენაც მიიწევდა. პაიჭაძე იყო ქართული ფეხბურთისთვის მოვლენა, რომელმაც მთელ საქართველოს შეაყვარა ფეხბურთი. ძალიან ბევრი ლეგენდები დადიოდა პაიჭაძის სახელის ირგვლივ, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რომ ძალიან ბევრს ფეხბურთი სტადიონზე არც ჰქონდა ნანახი და პაიჭაძის სახელით შეიყვარა მათ ფეხბურთი და ერთი რამეც უნდა აღვნიშნოთ, რომ 30-იან წლებში არ იყო ახლა თლათ კარგი სიტუაცია საქართველოში და პაიჭაძემ შეძლო ის, რომ ყურადღება გადაატანინა ყველას ფეხბურთზე და აი ის წლები, რომელიც მართლაც მძიმე წლები იყო იმ პერიოდში, გადაატანინა საქართველოს. პაიჭაძემ თავისი ლამაზი თამაშით, თავისი. რა სიტყვი გოჩა ბატონო? ჩვენ სამწუხაროდ ახლა ჩვენ სამეულს ბორის პაიჭაძის თამაში არ ვინახავს, მაგრამ აი წიგნებით და მოგონებებით გულშემატკივრების სპეციალისტების, ჟურნალისტების შეგვიძლია დავასვენოთ რა დონის ფეხბურთელი იყო და სხვათა შორის ის ჩანაწერებიც რაც არის, არც თუ ისე ბევრი ჩანაწერი, აი იქიდანაც ჩანს, რომ როგორი ტექნიკური, ტაქტიკურად განსწავლული, ფიზიკურად ძლიერი მოთამაშე იყო ბორის პაიჭაძე. საბედნიეროდ შემორჩენილი არის რამდენიმე ჩანაწერი. და აი წიგნებს რაც შეეხება კორპუსსაც ჩადება რაღაცა თანამედროვე და აი თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღესაც იქნებოდა ვარსკვლავი. აშკარად ჩანს აი ჩანაწერებიდანაც. აი რაღაც მომენტებში გასვლები და ისინი იყო თენგის ულაკველიძესაც კი მივამბობ. ნებისმიერ საფეხბურთო ელემენტს ასრულებდა ძალიან მაღალ დონეზე. ეს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩანს ამ ჩანაწერებით. და ცხადია ჩვენ აი რაც კი წიგნია გამოსული ბორის პაიჭაძეზე წაკითხული გვაქვს, გაცნობილი ვართ ამ გამოცემებს. არის მინდია მოსაშვილის წიგნი ფეხბურთის კარუზო, აი ბორის პაიჭაძის 100 წლთან დაკავშირებით, იუბილესთან დაკავშირებით ბატონმა გია გორგოძემ გამოუშვა ეს წიგნი ბორის პაიჭაძე 100, სადაც არის გულბათ ტორაძის მოგონებები, ანდრო ჟორდანიას ასევე სტატია, შალვა ქირია სპორტული ჟურნალისტის მოგონებები და არის აღებული ფრაგმენტები წიგნიდან აი ბორის პაიჭაძე, რომელიც არის ცნობილი ჟურნალისტის ოთარ გაგუას მიერ დაწერილი წიგნი, რომელიც ჩემი აზრით ყველაზე უფრო სრულყოფილია იმ გამოცემებიდან, რაც ეძღვნება ბორის პაიჭაძეს და ორიოდე სიტყვით აი ოთარ გაგუაზეც ვიტყვი თვითონაც ძალიან კარგად თამაშობდა ფეხბურთს, გარდა იმისა, რომ იყო ძალიან კარგი ჟურნალისტი, წლების განმავლობაში, 10 წლების განმავლობაში მუშაობდა გაზეთ თბილისში და იყო ასეთი გუნდი, ჟურნალისტი, რომელიც 60-იანი წლების მიწურულს დააარსა ოთარ იოსელიანმა, მაშინ თბილისის გაზეთ თბილისის პასუხისმგებელ მდივანმა და აი ოთარ გაგუა იყო ამ გუნდის კაპიტანი და ფორვარდი. ეს ჟურნალისტი თამაშობდა თავის კოლეგებთან, მახსოვს ჰქონდა თამაში კიევის გუნდთან, კიევის გუნდში თამაშობდა იოჟეფ საბო, როსტოვის გუნდში თამაშობდა ვიქტორ პანეძელნიკი,
და რაც შეეხება ჟურნალისტს, მასში თამაშობდნენ გიგლა ფირცხალავა, ზურაბ ცხილაძე, მომღერალი და შემდეგ ჟურნალისტი იყო, გურამ ფანჯიკიძე, ერთ თამაში მახსოვს კოტე მახარაძეც იდგა, კარში იყო ვახტანგ კოპალეიშვილი, სტამბაში მუშაობდა, სანამ დინამოში აიყვანდნენ და როგორც ჟურნალისტის მარაკაში გავიდა და თამაშობდა და ეხლა რაც შეეხება ოთარ გაგუას შვილებიც იყვნენ ფეხბურთელები ზურა გაგუა რომელიც დინამოს დუბლებში თამაშობდა შემდეგ ქუთაისშიც იყო რამდენიმე თამაში ითამაშა გმირულად დაიღუპა სხვათა შორის აფხაზეთის ომში გია გაგუა და რომლის გია გაგუას შვილიშვილი გიორგი გაგუა სლოვაკიაში თამაშობს და გახსოვთ ალბათ ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი რო იყო თბილისში პორტუგალიას სწორედ გიორგი გაგუამ გაუტანა პირველი გოლი და აი ამ ჟურნალისტში ოთარ გაგუას მხარდამხარ თამაშობდნენ მისი შვილები ზურა და გია ასე რომ გორდიხოუ არ არის მარტო გამონაკლისი რომელიც შვილებთან ერთად თამაშობდა ეხლა დაუბრუნდეთ ბორის ბაიჭაძეს და რაც შეეხება მის პოპულარობას განუზომელი იყო საქართველოში და არა მარტო საქართველოში საბჭოთა კავშირში ძალიან ბევრი ესეთი ცნობილი ადამიანის საყვარელი ფეხბურთელი იყო და დმიტრი შოსტაკოვიჩი გახსოვთ კომპოზიტორი ლენინგრადელი რომელიც ბლოკადაში მოყვა თელის ლენინგრადის ბლოკადა მეორე მსოფლიო ომის დროს გაატარა მშობლიურ ქალაქში და ის ამბობდა რომ აი როცა ყველაზე უფრო მიჭირდაო მახსენდებოდა ბორის პაიჭაძის თამაშიო და აი ამ უმძიმეს მდგომარეობას რაღაცით ცოტათი მაინც მიქარვებდა ეს ამბავიო და არ შემიძლია რომ ავთქვა კიდე ესე ანდრო ჟორდანია მოგეხსენებათ როგორი დონის სპეციალისტი იყო და ტყუილად არავის არ შეაქებდა და აი 60-იანი წლების დასაწყისში მას აქვს ასეთი ფრაზა ნათქვამი რომ ბორის პაიჭაძე თამამად შემიძლია ვთქვა რომ ისეთივე დონის ფეხბურთელი იყო როგორც არიან ალფრედო დი სტეფანო და პელეო მოდით თავიდან დავიწყოთ ბორის პაიჭაძის ამბავის თხრობა ბატონო გოჩა თქვენ ძირით მეგრელებს ზანდებით კი ბატონო სხვათა შორის მქონდა ეხა ნახევრად მეც მეგრელი გახლავართ მაგრამ ნახევრად გურული არა გვარით გურული ვარ ბატონო და მქონია ხოლმე მეგრელ გულში მატკივრებთან საუბარი და რატომღაც თვლიან რომ ვინაიდან ფოთში თამაშობდა მეგრელად არა ბორის პაიჭაძეს როგორ არა უკაცო მეგრული იცოდა მშვენივრად ფოთელი იყო და შეიძლება მეგრული იცოდა ნამდვილად იცოდა კი ბატონო და აი სწორედ ეს არის მაგრამ არ იყო ის ფოთელი ბატონო არა დაბადებული არისონჭიკეთი ჩოხატაურის რაიონი ბატონო მაშინ იყოონჭიკეთი მერე გახდა მაშინ იყო ზემოონჭიკეთი და ქვემოონჭიკეთი ჩოხატაურის მაზრის ეკუთვნოდა მაშინ და აი დაიბადა იქ ცხოვრობდა მისი ოჯახიც იქ ცხოვრობდა დედამისი ტუღუშის ქალი იყო მამამისი ეხა რა პერიოდია რომ როდესაც ეს ფოთში ეს მარგანეცი მიდის ინგლისში აქედან ჩვენი კასპიიდანაც ნავთობი ჩამოდის და მოკლედ თვითონ ბორის აქ ნათქვამი რომ ფეხბურთი მარგანეცით დაიწყო კი ბატონო მისთვის ნავთობი ბრიტანელი კი ბატონო ბრიტანელი შემოდიოდნენ და მამა მუშაობდა იქ მტვირთავად საკმაოდ ფიზიკურად ძალიან ძლიერი კაცი იყო და ძალიან მკაცრი კაციც იყო და ძალიან არ მოსწონდა ბიჭი რო ცდებოდა და რაღაც ბურთაობდა იქ და დაძლებდა სპარტაკს ყოფილა ლელო ბურთელი კი ბატონო კი ახლა გურუს ლელო ბურთელი იქნებოდა შეუყვარდებოდა და ძალიან უშლიდა ხელს და გითხარი მტვირთავი იყო მაშინ მტვირთავები იყოფოდნენ თურმე ორ კატეგორიად თეთრი მტვირთავები და შავი მტვირთავები ეს რას ნიშნავს და
ესე იგი შავი მტვირთვაებები იყვნენ, თუმცა მარგანეცი და აი ეს რაღაცები ვისაც მიქონდა და თეთრი მტვირთვაებები იყვნენ, თქვა და შაქარი, ფქვილი, რაღაცა და ეს მამამისი იყო თეთრი მტვირთავი და შემდეგ უკვე სადღაც მერვე კლასი დაამთავრა სოფელში და შემდეგ წავიდა ფოთში, ტექნიკუმში, საზღვაო ტექნიკუმში ჩააბარა. ძალიან კარგად სწავლობდა. წარმატებით დაამთავრა და აიღო კიდევაც გორია მექანიკოსის დიპლომი და დაიწყო მუშაობა გემზე. ნუ იმ გემზე რა, ნუ შეიძლება ითქვას იმ დროინდელ ტანკერზე. იმიტომ ნავთობი გადაქონდა და რეისი იყო ესეთი ბათუმი-ოდესა. ბათუმი-ოდესა ტენდრა ერქვა ამ გემს. და ამაზე მუშაობდა, მაგრამ როგორც მე იქაც თავი გამოიჩინა, თავდადებული ბავშვი ბევრში რომობდა და ესე ვთქვა, წახალისების მიზნით გადაწყდა ისე, რომ ეს უნდა წასულიყო უკვე შორეულ ნაოსნობაში. და ესეთი გემი იყო მაშინ უკვე მიიღო კიდევაც ინგლისში უნდა გამგზავრებულიყო ეს გემი წავიდა კიდევაც ბორა ჩავიდა ტუაფსეში იქიდან უნდა წასულიყო გემი იყო ესეთი მეტალისტი იმას უნდა გაყოლოდა და ელოდება ეხა ამკეს და სწორედ ამ დროს მოვიდა ტელეგრამა რომ მამა არის უკანასკნელ დღეში ან გაატანს ან არა სასწრაფოდ ჩამოდი. წამოვიდა ბორა ასეზამდა ჩავიდა აღმოჩნდა რომ არ არის მამამისი ავად. მაგრამ თვითონაც ეხა მოერიდა ვერა თქვა, იმიტომ ჩამოვკი გაუკვირდა სახში თან გაუხარდათ რომ და შვილი ჩამოვიდა რაღაც, მაგრამ ვერა თქვა რომ იმიტომ ჩამოვიდიო რომ შენზე მომწერესო მამაიო ხვდებაო. დედის სახელით იყო გაგზავნილი ეს დეპეშა, რომ მამა შენი უკანასკნელ დღეშია და ცოცხალს ჩამოუსწარი. აი, ვისი გაგზავნილი იყო ეს მერე გაირკვა დაახლოებით 50 წლის მერე მასთან ერთად რა იყო ეხლა? რა მოხდა? იყო ესეთი კაკო იმნაძე, რომელიც მასთან ერთად თამაშობდა ფოთელების გუნდში. ფოთელები შეხვდნენ ბათუმს, მე რაღაც არეულობა მოხდა რაღაცა ერთ-ერთი მორჩა თამაში და დაინიშნა გადათამაშება. თბილისში უნდა გადათამაშება დაინიშნა თბილისში. ისეს მე მგონი ბოლომდე არ დაამთავრეს. რაღაც აურზაური მოხდა რა და ამიტომ თბილისში უნდა გადათამაშებაც, ნუ შოუმდგარი დაუმთავრებელი თავიდან უნდა ჩატარებულიყო და თბილისში უნდა ეთამაშოთ ერთმანეთს და ჩამოვიდა. თხოვეს რომ ჩამოდიო რა, წამოდიო. ითამაშეო და როგორ 2 წელია საერთოდ არ გავყარებიო ამ ბურთს და ნუ მაინც თხოვეს და მამამისმაც უთხრა სხვათა შორის წადიო ითამაშეო და ჩამოვიდა ბორა თბილისში შეხვდნენ ერთმანეთს ბათუმის და ფოთის გუნდები და 2-1 მოიგო ფოთმა და ორივე ბურთი გაიტანა ბორა პაიჭაძემ და მანამდე რა იყო მამამისი ესე რატო დათანხმდა წადე ითამაშეო რომ მოდის ერთხელ თურმე ფოთიდან ჩამოსული იყო ისე მამამის სამსახური დაამთავრა მოდის ეხლა თურმე და შინისკენ გზა რო გაილო სტადიონთან უნდა კი ბატონო უნდა გაილო და მთელი ეს ხალხის ყვირილი რაღაცა ერთი ამბავი და ხარკოვის მეტალის ეთამაშებოდა ფოთის გუნდი ხარკოვის მეტალეს ეთამაშებოდა და დაინტერესა რა და შევიდა და თავიშვილი დამაშავდა. და ძალიან კარგად უთამაშიათ და ბორეს უთამაშია ძალიან კარგად და მაშინ ეხილა პირველად რომ თამაშობს თავიშვილი რა და სად ისწავლო მამაძაღლმო ეს თამაშიო. ხო ესეთი კარგი თამაშიო
და აი ამის და მე უკვე ცოტა მოულბა ფეხბურთის გული. შემდეგ ესე მოკლედ გემიკი გაუშვეს და არ გახდა მეზღვაური ბატონი ბორისი, მე არ ვიცი ხა რამდენი დაკარგა ქართულმა საზღვაოსნობა. მაგრამ ქართულმა ფეხბურთმა რომ ბორა პაიჭაძე შეიძინა ეს ფაქტია რა. შემდეგ ხა საინტერესოა რომ სხვათა შორის ფოც ყავდა ძალიან კარგი გუნდი. ძალიან კარგი გუნდი. ჯეჯელავას იქ თამაშობდნენ. მაშინაც და შემდეგ უკვე აი ამის მერე ფოთის გუნდი 35 წელს 1935 წელს გაუშვეს უკრაინაში ჩაატარეს თამაშები 29 თამაში ითამაშეს 29 თამაში განსაკუთრებით აი დონბასის და აი ამ ხარის ახლა სადაო ტერიტორია კი ბატონო ოღონდ ძალიან პოპულარულია იქ თითოეულ შახტს თავის გუნდი ყავდა და რაღაცა და მოკლედ 29 თამაში ითამაშეს ამ 29-დან 28 მოიგეს და ერთი დამთავრდა ერთი წააგეს მე მგონი წააგეს არა ის წააგეს არის როგორც თურქების სახელი ერთი ითამაშეს ფრედ და ერთი და ვინმე ესეს გავიხსენეთ ახლა მაყურებლისთვის შეიძლება საინტერესო იყოს რომ რა არის რომ გონი მაშინ სტუაფსეში იყვნენ რომ ოდესაში უნდა ჩასულიყო თურქეთის ნაკრები მოსკოვში იყო ჩასული თურქეთის ნაკრებში და უნდა ეთამაშათ შემდეგი თამაში ოდესაში მაგრამ რაღაცა ისე მოხდა რომ ვერ ჩადიან და ოდესელებმა თხოვეს რა უქნა თუ აკეთიკი ცოტა გაიგეს რომ ეს ფოტოები არიან ჩამოსული აკეთეს თხოვეს რომ მოდი ვითომ თურქები ხარ რას გაიგებენო რა რას გაიგებენო და ეს გამოვიდნენ მოვიდნენ თურქები არიან მაგრამ ეს ჩვენი ფოთელი მეზღვაურების ესწრებოდნენ თურქებს ისნეს და აი ეს აბა ვიფიქრე ჯერო დაგხოცავდნენო არ გაგვლახონა მაგრამ ეს კიდე კაი ოდესა იყო და იქ ხუბრობი რაღაცა უფრო ესმინდა მოკლედ აი ეს თამაში წააგეს ეტყობა იმანაც გვიშოლა 3-2 წავაგეთ ის თამაშიო ჩვენს მაინც არ გავისარჯეთ იმიტომ რომ თურქების სახელით გამოდიოდა შემდეგ გადავიდა უკვე მოხვდა ზიში იყო ესეთი გუნდი ეგ თბილისის გუნდი კი ბატონო ეს უკვე თბილისია სადაც ზაკავკაზ ესე კავკასიის ინდუსტრიის საკავკასკი ინდუსტრიალური ინსტიტუტი იქ თამაშობდა და აი აქედან ეს უკვე 35-36 წლებია და სწორედ აი აქედან მაშინ ვაშაკიძე იყო მოგონი რექტორი ძალიან შეყვარებული იყო ამ ფეხბურთზე და იქიდან სწორედ ბერიას უშუალო ჩარევით აღმოჩნდა დინამოში უკვე ძირითადი ბირთვი უკვე შეკრებილი იყო ეს ფეხბურთელები რომლებიც აი 30-იან წლებში კარგად ითამაშეს. დინამოს ამბებზე იქნებ თქვენ გაგვაცნოთ როგორ იყო ეს. ჟულ ლიმბეკი იყო მაშინ თბილისის დინამოს წვრთნელი ეს იყო ეროვნებით ფრანგი იყო და ჩეხოსლოვაკიის მოქალაქე. და სხვათა შორის ძალიან ემადლიერებოდა ბორია პაიჭაძე ამ დამრიგებას დიდხანს ერთად არ უმუშავიათ მე მგონი მოსკოვში წავიდა თუ არ ცდები ეს ლიმბეკი და რაღაც ცოტა ხანი იყო 37 წელს უკვე გაანთავისუფლეს ხო აღარ იყო სულ რამდენიმე თვე იყო ესე სხვათა შორის მან რა იყო ეს ბოდიჟიკოჩი შეგაწყვეტინა ამ დროს მან თამაშობდა ჯერ თამაშობდა და მე მწვრთნელიც იყო ეს ჭიჭიკო პაჩულია ეს ჭიჭიკო პაჩულია იყო ანუ პაიჭაძემდელი ფეხბურთის ქართული ფეხბურთის სუპერვარსკვლავი. და შემდეგ წვრთნიდა კიდევაც რა ლუბეკთან და პრაქტიკულად ცვლიდა წვრთნელსაც რა და აი ჭიჭიკოს დროსაც თამაშობდა ეს ჭიჭიკო ცოტა ისეთი კაი კაცი არისო შინსახომის თანამშრომელი იყო შინსახომის თანამშრომელი მე იყო აფხაზეთის ისა და ძალიან სისხლიანი
არ მინდა ეხლა ისტორიაში ესეა დარჩენილი. ძალიან ცუდი კაცი იყო, რომელიც სხვათა შორის ხრუშჩოვის დროს გაასამართლეს 25 წელი მისის მოიხადა და ჩამოვიდა მე აქ და 80-იან წლებში გარდაიცვალა. თორე ძალიან ესეთი პიროვნება იყო ეს. ნუ და იხსენებდა პორე რომ ლიმბეკმა ძალიან ბევრი რაღაცა გვასწავლაო და მას უმადლოდა იმას რომ აი ორივე ფეხით რომ თამაშობ, აი ლიმბეკის დამსახურებაა და ყოველთვის გეუბნებოდაო რომ თქვენ ახლა გინდათო რომ ბურთიანად შეხვიდეთ კარშიო და ცოტა შორეული დარტყმებიც უნდა დახვეწოთო და აი ამ ელემენტებიც მოუმატეს ჩვენმა ფეხბურთელებმა. ერთი სახალისო ისტორიაა რომ ლიმბეკმა პირველ დღეს როცა სადილზე შევიდნენ ფეხბურთელები, ყველას მისი მოთხოვნით დაუდგეს თითო ჭიქა წითელი ღვინო. და ეს მეკარე შურა დოროხოვი იჯდა ბორისის გვერდით და პორემთ რომ მე არ მინდა და დალეო შენო. კიო რაღაცა ვერავარ ხასიათზე დავლეო და დალია. მე ბერძენიშვილს მიუცია და მოკლედ კაი შეზარხოშებული გამოვიდა სადილიდან დოროხოვი და შეხედა ლიმბეკმა შენ ერთმე ჭიქა ღვინო ესე დაგატრო და მე მიხვდა რაშიც იყო საქმე და საერთოდ მოხსნა ეგ ღვინო. ნუ ახლა თბილისის დინამო მოგეხსენებათ არ დაუშვეს უმაღლეს ლიგაში პირველ ჩემპიონატში იყო საგაზაფხულო პირველობა A-კლასის ხო საგაზ და B-კლასში იყო თბილისის დინამო რეალურად არ იცოდნენ ჩვენი ძალა და მართლაც ძალიან კარგად ითამაშეს ჩვენებმა და დიდი უპირატესობით აჯობეს ყველა გუნდს და მოიპოვეს A-კლასის საგზური. უკვე A-კლასშიც პირველივე სეზონში უკვე საშემოდგომო ჩემპიონატი გავიდნენ მესამე ადგილზე. და ცოტა დააკდათ, ცოტა ბოლო ტურებში რომ ცოტა გამართლების ამბავიც იყო. ბოლოს წინა ტურში შეიძლება გამოცდილებაც, გამართლებას, თორე ჩემპიონობის შანსიც კი ეს საშემოდგომოჩი. საშემოდგომოში, კი ბატონო. ბოლოს წინ რა იყო მე ბოლოს წინა ტური ერთადერთი მატჩი წააგეს 7 თამაში იყო სულ 8 გუნდიანი იყო და 3 თამაში მოიგეს 3 ფრეთი თამაშის 1 წააგეს. წააგეს ლენინგრადის კრასნაიას ზნამიასთან თან რაში იყო საქმე რომ წესის და არც უნდა შევხედოთ ჩვენ ამ გუნდს რატო იმიტომ რომ გავარდა უნდა გავარდნილი იყო და რაღაც ლენინგრადის გუნდი რადგან იყო დატოვეს. სხვა შორის ეგეთი პრეცედენტი შემდეგ წლებში იყო როცა ზენიტი გავარდა და დატოვეს. კი ბატონო იყო ესე თან რას თავარია პირველ ადგილზე ვინც გავიდა სპარტაკი ჩვენ იქ ვეთამაშეთ მოსკოვში მოუგეთ დინამო მოსკოვი ვინც გავიდა მეორე ადგილზე არ და ერთნაირი ქულებით გავედით იმათ ფრეთ ვეთამაშეთ იქა მოსკოვში და ბოლოს წინა თამაში მოუგეთ ისე წავაგეთ 3-2 ჩემპიონები გახდებოდი ბატონო. ხდებოდი ჩემპიონები. ხო, კი ბატონო ძალიან. ლიმბეკზე მინდა ორი ოდესი თქვა, იმიტომ რომ აი ის გულშემატკივრები, რომლებსაც ახსოვთ იმ წლების თბილისის დინამო და ესეთი გულშემატკივრები ძირითადად არ არის დასამალი მუშტაჰედში იყვნენ. უფრო 24-25 წელში დამოდებულები. ისინი ყოველთვის ამბობდნენ ლიმბეკზე ხას უსვავდნენ, რომ აი ეს სტილი, რომელსაც ქართული სტილი ეწოდა შემდეგ საბჭოთა კავშირის მასშტაბით და ევროპის მასშტაბითაც, რომელსაც ეწოდა, აი ლიმბეკის მიერ იყო დამკვიდრებული. ლიმბეკის მიერ იყო დამკვიდრებული და ეხლა გოჩამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ლიმბეკი აი ამ ინდივიდუალიზმიდან გადაყვანა იმაში შორეულ დარტყმებზე და იმაზე კოლექტიურ თამაშზე გადასვლაზე ლიმბეკის დამსახურებაც ძალიან დიდი ყოფილა. და უკვე მთელი საბჭოთა კავშირი დარწმუნდა, რომ თბილისის დინამო ძალიან ძლიერი გუნდი იყო და ამ მოთამაშეებს შორის ბორის ბაიჯაძეს გამორჩეული ფეხბურთელი იყო 36 წლის თასის ნახევარ ფინალში, როცა ჩვენმა გუნდმა მოსკოვის სპარტაკთან მოსკოვში 3-3 დაასრულა პირველი თამაში. ჩვენ ვაგებდით 2-0 და
საბოლოოდ 3-3 დამთავრდა და იმდენად დარწმუნებულები იყვნენ ორგანიზატორები, რომ მაშინ განათება არ იყო სტადიონზე და ჩათვალეს, რომ დამატებითი დრო არ იქნებოდა და ამიტომ მორჩა თამაში დაამდა და გადათამაშება იყო. ამ გადათამაშებაში უკვე ჩვენ დავწინაურდით 3-1, მაგრამ სპარტაკმა გაგვითანაბრა. ისე 3-3 დამთავრდა. 3-3 დამთავრდა ეს და დამატებით დროში უკვე როგორც ითქვა ჩვენებმა აიწვით და 3 მარტი გაიტანეს და აი აქტუალურებმა აი დაარქვეს დიდი ურუგვაელები თბილისის დინამოს. ხო წარმოგიდგენთ ესე იგი სოფლიო ჩემპიონი პატარა ურუგვაი იყო და დიდი ურუგვაელები იყო უკვე თბილისის დინამო. სხვათა გადათამაშება ცოტა ხანში კიდე ქონდა ჩვენებს გადათამაშება 1938 წელს ისევ მოსკოვის სპარტაკთან ისევ თასის ნახევარფინალი, როდესაც ჩვენებმა წააგეს 1-0 და გააპროტესტა დინამომ სხვათა შორის ეს მატჩი, იმიტომ რომ ეს გოლი არ იყო წესის დარღვევით იყო გატანილიო, მოკლედ სპარტაკმა წესის დარღვევით შეაგდო ბურთიო და ნუ ეს პროტესტი გაიწელა. ამ დროს სპარტაკმა ითამაშა ფინალი, მოიგო, თასის მფლობელი გახდა და ამ დროს მოვიდა დეპეშა თბილისში, რომ სასწრაფოდ ჩამოდით მოსკოვში, თასის განმეორებითი თამაში გაქვთ, ნახევარფინალური თამაში გაქვთ სათამაშო და სამწუხაროდ ის თამაშიც მოგვიგო სპარტაკმა თუ არ ვცდები 3-2 და ნუ ძალაში დატოვეს სპარტაკის მოპოვებული თასი. ისე საინტერესოა, რომ მოგვეგო რასიზა. აქვე უნდა აღინიშნოს ერთი რამეც, რომ ჩვენ 36 წელს ხო გავედით ფინალში მოსკოვის ლოკომოტივთან. 37 წელშიც ფინალისტი ვიყავით საბჭოთა კავშირის თასის და თან აქ ერთი რამე არის აღსანიშნავი, თუ პრესას გადავხედავთ, არანაკლები ავტორიტეტი ქონდა საკავშირო თასს, ვინემ საკავშირო ჩემპიონატს. არანაკლები ავტორიტეტი ქონდა. თუმცა ერთიც არის, რომ 36-ში თუ არ ვცდები მოსკოვის დინამოს თასს არ უთამაშია თასზე. არ ვიცი, ნამდვილად. მე მგონი არ უთამაშია. მე ესე მახსოვს, რომ მოსკოვის დინამოს არ უთამაშია. ლოკომოტივი რო გახდა, ვიცი ეს ამბავი, მაგრამ ისე ლოკომოტივმა 2-0 მოგვიგო და ნუ მოსკოვის დინამომ გვაჯობა. ხო, 5-2 ანგარიშიც მეტი იყო. და აუცილებლად უნდა ვთქვათ 1939 წლის მაჯზე თბილისში CDK-სთან. აუცილებლად. ეს ლეგენდარული. ერთი რაღაცა კიდე ხაზი უნდა გაუსვათ იმას, რომ ეს თამაში ჩატარდა 39 წლის 18 ნოემბერს და 18 ნოემბერი მოგახსენებათ. შემდეგ რა გახდა? 64 წლის თამაში, ეს 18 ნოემბერი რაღაც კარგად გვაქვს დაცდილი. ეს პირველი ტაიმის შემდეგ ეს ცნობილი ფაქტია, ვაგებთ 4-1. და ამ დროს მიხაილ ბუტუსოვი იყო დინამოს უფროსი მცველი და ნუ ამ დროს წვრთნელები ყოველთვის შემოდიან გასახდელში, რომ რაღაც აი დატუქსონ, უყვირონ, რაღაც შემოვიდა და არაფერს ნუ გაშინიათ ბიჭებო, ხო თქვენო, თქვენი თამაში ითამაშეთო და დაავალა, მაშინ დუბლვეს სისტემა ხო იყო და იყო ჯეჯელავა, ხარბედია, პაიჭაძე და აი ადგილები ცვალეთო. რომ დაღალოთ ემათე მცველები დაღალეთო და აი სწორედ ეს ითვლება პირველად იმათ, რომ აი როცა აი ადგილმონაცვლეობა დაიწყეს ფორვარდებმა. და ნუ პაიჭაძეს, ჯეჯელავას, ასლან ხარბედიას ბრწყინვალე თამაშით ჩვენ 4 ბურთი გაუტანეთ. მეოთხე 5-4 მოვიგეთ და განსაკუთრებით ლამაზი პაიჭაძემ გაიტანა. პაიჭაძემ პირველ ტაიმში გაიტანა გოლი, როცა მეორე ტაიმში ამის პასით გაიტანა ჯეჯელავა. ჯეჯელავა და როგორც ამოვიდა, აი ვარდნაში ძალიან ლამაზი გოლი გაუტანია გაიოს ჯეჯელავას. ხარბედიამაც გაიტანა. ხარბედიამ 2 გოლი გაიტანა. არ შეიძლება ვილაპარაკოთ იმ წლების ფეხბურთზე და არ ვახსენოთ ყველაზე დიდი მოვლენა ბასკების ჩამოსვლა საქართველოში. ნუ ეს რა დურნის ზეიმი იყო და რა იყო, გადმოცემით ყველამ ვიცით. ბასკებმა 2 თამაში გამართეს თბილისში. ერთი თბილისის დინამოსთან, მეორე ეგრეთ წოდებულ მაშინ თითქმის იგივე გუნდი იყო საქართველოს ნაკრებთან, მაგრამ საქართველოს ნაკრებსა და თბილისის დინამოს შორის მაშინ რა განსხვავება იყო? ორივე თამაში წავაგეთ ჩვენ ახლა ნუ იმას ვიზავთ რომ რაღაც ისეთი განსაკუთრებული ის ქონდა, მაშინ ახლა ბასკები და ესპანელები
განთქმული ფეხბურთელები იყვნენ. მანამდე პირველი თამაში ჰქონდათ ბასკებს მოსკოვში, ლოკომოტივ მოსკოვთან, მერე ჩამოიყვანეს და მერე იმდენი ათამაშეს ეს ბასკები, სანამ არ წააგეს და ბოლოს 8 მოუვიდათ ერთ თვეში 8 თამაშის ნათამაშები. სპარტაკმა მოუღო. ერთი თამაში მერე წააგეს და აი აქ არის სპარტაკ შორის რატო იყო, ესენი უკვე ბასკები თამაშობდნენ უკვე დუბლივეს და ჩვენები ამ ხაზზე თამაშობდნენ. და როდესაც გაუგეს უკვე ბასკებიდან გადაიღეს ჩვენი ბასკებმა გადაიღეს. სპარტაკმა უკვე დაუჭირა მუღამი და კი ბატონო. და აქ საინტერესო რა არის ახლა? ნუ პირველი თამაში 2-0 წავაგეთ და შემადგენლობაში იყო აი ესეთი ასლამაზოვი ფეხბურთელი, რომელიც შემდეგ 38 წელში რეპრესიების მსხვერპლი გახდა და დააპატიმრეს და თავი მოიკლა სათუსაღოში მოიკლა თავი. აქვე არის ერთი რამ კიდევ საინტერესო. უკვე ასაკში შესული, რომელზეც ჟორდანია წერს, რომ უდიდესი ფეხბურთელი იყო ვაჩნაძე, გიორგი ვაჩნაძე. შეცვალა ბორის პაიჭაძე მეორე თამაშზე, რომელიც 3-1 წავაგეთ. ჩვენ მეორე თამაშზე შეცვალა ბორის პაიჭაძე და პაიჭაძე პენალტი გაიტანა მეორე თამაში. არ ვიცი ნამდვილად. ბასკეტთან. იმეც ესე მახსოვს. კი, ერთადერთი პაიჭაძეს აგოლი გატანა. 3-1 დამთავრდა, ვიცი და ეს და აი რო შეცვალ პაიჭაძემ ტრამვა მიიღო და ბოლო წუთებზე გამოიყვანეს ეს ვაჩნაძე. ვაჩნაძეც შემდეგ ისე მოხდა, რომ იგი სულ რამოდენიმე წლის შემდეგ, ნუ მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და წავიდა ფრონტზე. მოუწია მას, ნუ არც თუ ისე სასიამოვნო პროცედურა, ჩავარდა ტყვეთ ჩავარდნილმა, შემდეგ იგი დასავლეთ მხარეში იყო ბანაკებში და იქიდან უკვე პირდაპირ ჩავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და იქ გარდაიცვალა, როგორც არის ცნობილი. იქ გარდაიცვალა. ამ წრობაზე გამახსენდა ეხლა პირველი ოფიციალური თამაში დინამო თბილისმა, რაც უკვე ალიგაში ითამაშა, იყო კიევთან. კიევთან, კი ბატონო. პირველი და ბოლო, სხვათა შორის კი ბატონო. ორივე 2-2 მორჩა. კი, ორივე 2-2 მორჩა და მე მგონი ორივეში პირველად იმებმა გაგვიტანეს გოლი. წინ იყო. და კიევთან ბორის პაიჭაძეს აქვს გოლი გატანა. კი ბატონო, ანუ პირველი თამაშის ბორემ ითამაშა, ანუ ბორეს თამაშიც პირველი იყო კიევთან, პირველი გოლი იმებმა გაგვიტანეს, ანუ პირველი გოლი გაგვიტანეს კიეველებმა ისტორიაში. შემდეგ ჩვენთან თამაშობდა სომოვი იყო ესეთი თავდამსხმელი, ძალიან კარგი, იმან გაიტანა კიევმა მესამე წუთზე გაგვიტანა, სომოვმა მე-17-ზე გაათანაბრა და შემდეგ პაიჭაძემ უკვე ჩვენ დავწინაურდით. პაიჭაძემ გაიტანა მეორე ტაიმში და 97 წუთზე გაგვიტანეს კიდე იმემა და დამთავრდა პენალტით. შეგოც კი იყო, შეგოც კი გააკეთა დუბლი გაგვიგეთა. სალკე არ შეიძლება არა უნიშნო. არა, ერთი რამინდა კიდევ თქვა, რომ იმაზე გამახსენდა მეთქი ამ ტყვეობაზე, რომ მეკარე კიევის იყო ტრუსევიჩი. ეს ტრუსევიჩი არის ის ფეხბურთელი, რომელმაც გერმანელებმა რო დახვრიტეს მერე კუზმენკოსთან და კლიმენკოსთან ერთად საკონცენტრაციო ბანაკში. და ის ფილმის სიუჟეტიც მანდიდან არის აღებული. იცით ალბათ გახსოვთ ის იმაზეა გადაღებული. ესე იგი არ შეიძლება ცალკე არ აღნიშნოთ და ცალკე არ იმას ვქნათ 39-ის და 40 წლის სეზონი, როდესაც ზედიზედ ორჯერ თბილისის დინამო გახდა ვერცხლის პრიზიორი და ნუ მაშინ ახლა თურმე მედლები არ იყო, ის არ იყო, ეს არ იყო, მაგრამ ნუ რა ვიცი ახლა რამდენად მართალი იყო და ის რომ რომელი ადგილი მეორეო. მეტი რა გინდათო? ძალიან მაღალ დონეზე უთქვავთ, რომ ესო მეორე ადგილი პირველი მოსკოვი, მეორე თბილისის დინამო და შემდეგ მომხდარა ისე რომ შესჭივლეს გუნდს, ვინც კურირებდა ბერიას შესჭივლეს, რომ აიო ესეო მსაჯებმა
დაგჩაგრესო და მეორე ადგილზე გავედითო. პირველი ვინ არისო? აბა რა გინდა პირველი თქვენ გამოდიხართო, პირველი მოსკოვიაო და მეორე რა ხარ თქვენ ხართ, ესე იგი კიევს ხო აჯობეთო, მის დანარჩენი გუნდები ჩამოუთვალა ლენინგრადს იმას ამას და არა და ლენინგრადის ორი გუნდი იყო მაშინ, ნუ გონია ჩვენ რო ის იყო ლენინგრადი არ იყო დიდი ცენტრი. და ის და შემდეგ მოხდა ისე რომ 41 წლის სეზონი დაიწყო და წარმატებით დაიწყო თბილისის დინამომ ეს სეზონი. ლიდერი იყო ეს სეზონი წარმატებით დაიწყო და ბოლო თამაშიც გაიმარჯვა თბილისის დინამომ. მოიგო და განიმტკიცა ლიდერობა, მაგრამ უკვე ნუ ხვდებით ალბათ რა დრო იყო, როგორი დრო იყო და რა იყო. ფეხბურთისთვის უკვე აღარავის აღარ ეცალა, ეს ის პერიოდია, როდესაც კიევი იბომბება, მოსკოვიც იბომბება, ლენინგრადიც იბომბება და შეწყდა საბჭოთა კავშირის პირველობა. დაბრუნდა 45 წელში და 46 წელზე ბატონი გოჩაბალში 44-ში დაბრუნდა უკვე თასის გათამაშება დაბრუნდა. და ახლა თქვენ ახსენეთ 40-51 წელი ეს არ შემიძლია რა ვთქვა, რომ 40 წელს ბორის პაიჭაძესთან ერთად ბრწყინვალედ თამაშობდა გაიოს ჯეჯელავა. რა საკვირველია. რომელიც აი მაშინ 55 საუკეთესო იყო, იქ პირველ ნომრად დაასახელეს გაიოს ჯეჯელავა 40-ში და 40 წელს საბჭოთა კავშირის წლის 10 საუკეთესო სპორტსმენში შეიყვანეს. გაიოს ჯეჯელავა. აი სანამ მეორე მსოფლიო ომი დაიწყებოდა 1951 წლის 1 ივნისს იყო ძალიან ისეთი საყურადღებო მნიშვნელოვანი თამაში, როცა ჩვენ ლენინგრადში ქონდა თბილისის დინამოს თამაში და პანიუკოვის, ვიქტორ პანიუკოვი იყო ესეთი ფეხბურთელი, 2 გოლით დავწინაურდით. და შემდეგ მეორე ტაიმში რაღაც 27 წუთი იყო თუ არ ვცდებით თამაშის დამთავრებამდე ამირან ტყებუჩავა გააძევა მსაჯმა. ეს გამოგონილი ჯარიმით რაღაც დაეჯახა იმას და გასაძევებელი ალბათ არ იყო, როგორც ჩვენები ამბობენ, არ იყო გასაძევებელი და კარში ჩადგა პანიუკოვი. კი, გაგვიგია. ესე იგი დაინიშნა პენალტიც დანიშნა პენალტი 11 მეტრიანი მსაჯმა და პანიუკოვმა პენალტი მოიგერია. ცოტა ხანში მეორე პენალტი დანიშნა მსაჯმა, მაგრამ ის უკვე მუხლები აუკანკალდა შემსრულებელს და ააცილა და სხვა ჩვენ მოვიგეთ ეს თამაში და პანიუკოვთან ერთად პაიჭაძესაც აქვს გოლი გატანილი, ასე რომ ძალიან ისეთი თამაშია. ჯეჯელავა ახსენე და არ შემიძლია არა ვთქვა რომ ესე საოცარ ტექნიკის პატრონი იყო. თურმე. და იყო აი ამასხარავებდა მოწინააღმდეგეებს. ბორესგან განსხვავებით ეს უფრო ისეთ კლასიკური მოთამაშეა. ნუ ის იყო ნუ მასხარა რა, კარგი გაგებით აფარჩაკებდა რა მოწინააღმდეგეებს და ესეთი რაღაცაა გაკეთებული სწორედ იმ უკრაინის ტურნირში რომ მოატყუა ნახევარი გუნდი, ბოლოს მეკარეც მოატყუა, დაწვა და თავი შეაგორა ესე და გააგდეს. ამის გამო გააგდო საჯო დაუფასებლობის მეტოქის აბუჩა და ეხლა და მაინც არ იშლიდა თავისა. შემდეგ ამ თამაში უკვე რა შემოდი, რო წააქცია თავის ცრუ მოძრაობები, წააქცია ეს როგორ საპატიო წრე დაარტყა ესე ბურთი თურმე დაყოფდეს და წავიდა მეორეს მოსატყუებლად. თუ რაღაც ესეთი მასტი იყო რა რაღაცა საშინე რაღაცებს აკეთებდა. აი ეს ეხლა ახსენეთ თქვენ უკრაინაში და გადმოცემით ვიცი რომ ეს კიევთან არ მომხდარა, ან ოდესაში გააკეთა, ან ხარკოვში თურმე ეხლა ზუსტად ვერ გავიხსენებ და ვერ ვიტყვი და ვერ ვიქნები ის რომ თავით რომ ესე იგი რო გავიდა პირისპირ და თავით რო შეა. ჩვენ ახლა თამაშები ვახსენეთ. ასევე აი ჯეჯელავაზე ვთქვით ეს რასაც აკეთებდა და დაახლოებით იგივეა გაკეთებული ბორე პაიჭაძეს 46 წელს თუ გახსოვთ სპარტაკს საერთოდ უნდა გახსოვდეს მაგრამ სპარტაკს ვეთამაშებით აქა და მოგების შემთხვევაში მესამე ადგილზე გავდივართ და მთავრდება თამაში და ნუ ვერაფრით ვერ გავიტანეთ რა ეს გოლი 0-0-ია და რაღაცნაირად გაგუამ მოძებნა ბორე და გადააწოდა პასი. ესე
წამოვიდა მოატყვა სამი კაცი თურმე და მივიდე კორნერის ხაზთან უკვე კუთხურის ხაზთან იქ ორი მცველი და ერთი ნახევარმცველი დაუდგა ეს სამივე მოატყვა უკვე წამოვიდა აქეთ საჯარიმოსკენ და დაარტყა და ერთადერთი პატარა ის მოჭადა უკვე ადგილი აი მაშინ გაატარა და ცხრიანში ჩუჭრუტანაში გააძვინა ცხრიანში ჭედავეს და ერთი რაღაცა უნდა ვთქვათ მე არ დამავიწყდეს რომ არის გრიგორი ფედოტოვის სახელობის კლუბი ხო ესე იგი პირველი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში ვინც გაიტანა 100 ბურთით და მაგიტომ დაერქვა ფედოტოვის კლუბი შემდეგ მოგვიანებით უკვე მან დაემატა საათასო თამაში გოლები საერთაშორისო სანაკრებო გოლები და აი თავიდანვე რო ყოფილიყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის და თასის გოლები ბორის ბაიჭაძის სახელობის კლუბი იქნებოდა პირველი ბორის ბაიჭაძემ გაიტანა 100 გოლი და ერთ რამეს უნდა მივაქციოთ ყურადღება ახლა ძებნით არქივებში ვნახულობთ და ძალიან ბევრი მატჩის შედეგიც და გოლების ავტორებიც, არ არის მოსული ჩვენამდე 30-იან წლებში, იმიტომ რომ როდესაც ვნახავთ ჩვენ ცხრილს, ბევრი ცარიელი ადგილია და არავინ არ იცის იმ თამაშებში აქვს გატანილი ბორის ბაიჭაძეს გოლი თუ არა აქვს. ქულების რაოდენობა კი ზუსტია და ის ზუსტია რომ რომელ ადგილზე ვინ გავიდა გუნდი, მაგრამ ის. ეხლა ეტაპობრივი თამაშები რასაკვირველია ბევრი იყო, მაგრამ არ შეიძლება 1946 წლის 54 და 55-ზე ვიტყვი მე. ბრძანეთ კი. ქრონოლოგიურად. ამხანაგური თამაშები. კი ბატონო, თბილისის დინამოს პირველი საერთაშორისო გასვლა ჰქონდა ირანში 1954 წელს. და სხვათა შორის არ იცოდნენ ამ ირანული ფეხბურთის ზალა და ცოტა შეშინებულებიც კი იყვნენ. მაგრამ ნუ დაიწყო თამაში და სხვადასხვა მონაცემები არის. პირველი თამაში ვის ეთამაშდნენ? ხან არის ირანის მეორე ნაკრები, ხან პირველი ნაკრები. ხო, მეც ახლა წაგეთხოვე რომ პირველი თამაში ნაკრებთან იყო და მეორე შახის სავალელო. ხო, არის ხო, რამდენად ის არის. ჩვენები თავიდანვე დაწინაურდნენ 4-0 და ნუ მიხვდნენ უკვე რომ არ იყო ტოლსტორი მოწინააღმდეგე ეს ირანელი ფეხბურთელები და სხვა შეს პაიჭაძემ თხოვა რომ აღარ გვინდაო მეტ გოლს ნუ გავიტანთო. რომ იცოდნენ რომ შემდეგი თამაში იყო 27 ნოემბერი იყო თუ არ ვცდები რომ ეს იყო შახის დაბადების დღე და შახი აპირებდა მოსვლას იმ მეორე თამაშზე და ინტერესი რო არ დაეკარგოსო და რაღაცა არ გავიტანოთ მეტი გოლიო და დაახლოებით 40 მეტრიდან დაარტყა კარის მიმართულებით და ეგონა რომ მეკარე აიღებდა და გაუშვა. ნუ მეკარე მერა იყო. გაუშვა მეხუთე ბურთი გავიდა და ნუ მე ჩვენ ფეხბურთელები თუ რა შენთვის შეიძლება გოლის გატანა და ჩვენთვის არა. ნუ მაინც მე ჩვენებმა დიცულოვნად ერთი ბურთი გაატანინეს და 5-1 მორჩა ეს თამაში. შემდეგ იყო მეორე თამაში უკვე რომელსაც შახი დაესწრო მიესალმა ჩვენ ფეხბურთელებს ამის სხვა შორის კადრები არის ამ ირანული ტურნირის კადრები და მოიგეს ჩვენებმა 4-0 არა და 7 გოლი გაგვიტანია და საჯი ყოფილა ყოველ მეორეს თვლები ნაკრების მწვრთნელი და მოუმოდიშებიან რა ვქნა ეს რომ სამსახურიდან გამაგდებდნენ და ამიტომ ეს 4 გოლი იკმარეთო მე კიდე იყო რაღაც ორი თამაში იყო ცხადია ისიც მოიგეს ჩვენებმა 4 თამაში იყო სულ ირანში, მაგრამ რატომაც ეს ბოლო ორი თამაში ცნობარებში შესული არ არის. თვითონ აი პაიჭაძის გადმოცემიდან არ არის შესული ცნობარებში. იმიტომაც თქვი რა საკავშირო ჩემპიონატის ყველა თამაშებიც არ არის ცნობარებში ბოლომდე შესული. ბოლოს ირანელებმა შეთავაზეს რომ მოდი ახლა ფეხბურთში ხო გვაჯობოთ, მოდი კალათბურთი ვითამაშოთ და კალათბურთში. და კალათბურთში ერთი ქულით წააგეს ჩვენებმა, იმიტომ რომ ამერიკელები მოიყვანეს, ამერიკელი სამხედროები. სხვათა შორის როგორც ამას წინათ გავიგე, აქამდე არ ვიცოდი, თბილისის დინამოს უთამაშია თბილისის პირველობის მეორე ლიგა თუ რა ერქვა, მეორე ჯგუფში. და საკმაოდ წარმატებით უთამაშია. ფეხბურთელები თამაშობდნენ თბილისის ჩემპიონატის, ასე ვთქვათ, მეორე ლიგაში. და იქაც კარგად თამაშობდნენ. და
და საკალათბურთო ელემენტები ვარჯიშის დროს ხშირად გამოიყენებოდა რა მწვრთნელები ამბობდნენ რომ ეს კალათბურთი ყველა კუნთს ავითარებსო და კალათბურთს ხშირად დღემდე ფეხბურთელები კალათბურთს თამაშობენ ალბათ რუმინეთიც კი ბატონო 25 წელს რუმინეთი იყო უკვე მოსკოვის დინამო გაუშვეს დიდ ბრიტანეთში ტურნირზე სადაც ინგლისში და შოტლანდიაში ითამაშეს და თბილისის დინამო რუმინეთში უკვე ზამთარი იყო და თოვლი იყო პირველ თამაშზე ანდრო ჟორდანია იყო მწვრთნელი და უთხრა რომ ესე იგი რაც შეიძლება პირველ ტაიმში შედეგს ნუ მიაქცევთ ინვენტ ყურადღებას რა თვითონ ადაპტაცია გაიარეთ ამ მინდორზე მოედნის მინბრისო ხო და პირველ ტაიმში სხვათა ჩვენმა წააგეს 1-0 ეთამაშდნენ ჩეფერი იყო ეხაც არის კლუჟის გუნდია რომელიც ზედიზედ ეგჯერ ქონდა მოგებული თუ არ ვცდები თუ ეს ტიმიშოვარა იყო რომელსაც მოკლედ ერთ-ერთ გულ არა კლუჟი იყო ეს რომელსაც ზედიზედ ეგჯერ ქონდა რუმინეთის თასი მოგებული და ნუ ჩვენ უკვე ალღუაუღეს ამ მინდორს და მეორე ტაიმში 2 გოლი გაიტანეს 2-1 მოვიგეთ და ძალიან კარგი გამოხმაურება იყო რუმინულ პრესაში და ერთ-ერთმა გაზეთმა დაწერა ესეთი რაღაცა რომ ჩვენო გვინახავსო თითქმის ევროპის ყველა წამყვანი ქვეყნის ფეხბურთელებიო მაგრამ აი თბილისის დინამოს ფეხბურთელებში გაერთიანებული არისო უნგრული ტექნიკაო იტალიური ჟინიო გერმანული ათლეტიზმიო და ინგლისელების ტაქტიკური განსწავლობა ეს ერთადაა ყველაფერი ეს ესე იგი მთელი ევროპა ერთად ყოფილა აი ეს შემდეგ იყო თამაში იუვენტუსთან ეს იუვენტუსი რუმინეთის იუვენტუსი დღეს მეგონი ეს გუნდი არ არსებობს ყოველ შემთხვევაში არ ვიცი მეგონი არ თამაშობს და 10-5 მოუგეთ და 5 ბურთი გაიტანა გაიოს ჯეჯელა თამაში ერთი არის ბორია პაიჭაძის სანგარიზე და თუ არ ვცდები 3 გაიტანა პანიუკოვმა ბოლო თამაშიც მოვიგეთ უკვე ტიმიშოვარას ნაკრებთან იქ უკვე გერმანელებითაც იყვნენ გაძლიერებული 5-2 მოვიგეთ და ნუ ეხა ბევრი რო არ გავაგზავნოთ მოკლედ აქტოვანებული იყვნენ რუმინელები და მან დაარქვეს ფეხბურთის კარუზო ბორის პაიჭაძეს ბატონმა გოჩამ ახსენა რომ 45 წელს მოსკოვის დინამო თავის ცნობილ ლეგენდარულ ტურნირში გაუშვეს ინგლისში და შოტლანდიაში, დიდ ბრიტანეთში ესე ვთქვათ და მოხდა ისე რომ 46 წელში დაბრუნებული მოსკოვის დინამო უკვე ინგლისური ტურნირიდან თბილისში ჩამოვიდა სათამაშოდ. ნუ ახლა წარმოგიდგენიათ ალბათ როგორი ინტერესი იქნებოდა ამ თამაშისთვის, რა მოხდებოდა და რანაირი იქნებოდა აჟიოტაჟი და ის თამაში რა ვიცი ახლა ბევრს მიაჩნია რომ ბორის პაიჭაძის საუკეთესო თამაში იყო. ბევრს ესე მიაჩნია, ვისაც ბორიას ეძახდნენ მას და მაშ ბორიასო ესე იძახდნენ, მიაჩნიათ და 3-2 მოიგო თბილისის დინამო. ესე იგი 2-0 წავიყვანეთ ჩვენ, შემდეგ გახდა 2-1, მერე 3-1 წავიყვანეთ და 3-2 დამთავრდა თამაში. საბედნიეროდ ამ თამაშის ჩანაწერი არის. გოლები არის, კი, პატარა და ეროსის ხმა დევს სხვათა შორის. ბატონი ეროსი მანჯგალაძის და არ შეიძლება კიდევ ერთი რამე არ აღვნიშნოთ ბორის პაიჭაძესზე რა. 50-იან წლებში 51-ში მან დაანება ფეხბურთს თავი და სამწვრთნელო მოღვაწეობა მისი. ესე იგი 53 წელს თბილისის დინამო ძალიან წარმატებით თამაშობდა და ისე წავიდა საქმე რომ მას გადათამაშება უნდა ეთამაშა მოსკოვის სპარტაკთან. ბოლო თამაში ჰქონდა მოსკოვში ტორპედოსთან და ტორპედოსთან გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ ვინახდებდით მეორე ადგილს. ანუ ეს იყო გადათამაშების ტოლფასი ბატონო კახა და გავიმარჯვეთ, მოვიგეთ ის თამაში 2-1, მაგრამ ამ თამაშამდე რა მოხდა? თბილისის დინამო რახან ესე წარმატებით გამოდიოდა, იაკუშინი იყო მისი მწვრთნელი, იაკუშინი გადაიყვანეს მოსკოვის დინამოს მწვრთნელად. მოსკოვის დინამოს მწვრთნელად და თბილისში დაინიშნა ბორის პაიჭაძე.
ბორის პაიშაძემ რასაკვირველია უხემძღვანელა გუნდს და გამარჯვებით დაამთავრა ეს თამაში და უკვე გადათამაშება უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოხდა რაღაც გაუგონარი რამ მოხდა, რომ ეს თამაში იყო მოსკოვში დინამოს სტადიონზე, მაყურებლები ცუდად მოიქცნენ, გადავიდნენ ისეს და პროტესტი დაწერეს და იმის ნაცვლად, რომ მოსკოვის ტორპედოსთვის და ეს 3-0 წაგება ჩაეთვალათ, გადათამაშება დანიშნეს. მაგრამ ამით რასაკვირველია არ დამთავრდა მისი საბჭოთა კარიერა ბორის პაიჭაძის. შემდეგ წელს სპარტაკი ჩემპიონი გახდა იმ წელს, მოხდა ისე, რომ პირველი თამაში მოსკოვის სპარტაკს, საბჭოთა კავშირის ჩემპიონს 54 წელზეა ლაპარაკი, თბილისში აქვს. და ეხლა რა ინტერესი იქნებოდა ყველას ხვდებით ალბათ და როგორ იქნებოდა და მიაწყდა უამრავი ადამიანი. ყველას ეხლა ვერ დაიტევდა სტადიონი, რასაკვირველია უამრავი და ჭყლეტვაში სამწუხარო ამბავი დატრიალდა, რომ ღობეზეც ძალიან ბევრი უბილეთო მაყურებელი გადადიოდა, ზოგმა ფეხი ჩამოკრა, ზოგმა ის ზოგი ეს და მსხვერპლით დავთავრდა რა ეს ზედმეტი ხალხის მისვლა. ეხლა მე ნამდვილად არ ვიცი როგორ დამთავრდა ის თამაში, რა იყო, ანუ იქ ეთამაშებოდა 54 წლის 1 სექტემბერს ის და მერე სამწუხაროდ კრიზისიც დაიწყო ჩვენ ფეხბურთში, რომელიც 59 წლამდე გაგრძელდა. რა ვიცი, მე მგონი ერთის არ შეიძლება რომ არ აღნიშნოთ ბორე პაიჭაძეს, რომ შესაძლოა თითქმის 15 წელი თამაშობდა MMA-ში. ერთი წელი არ უთამაშია ფეხი რო ხონდა მოტეხილი. 48 წლის სეზონი თლიანად გამოდო და ან 14 წელი თამაშობდა და არ მეუღია ყვითელი ბარად. ცირა რაინდი იყო ნამას ყველა გაფრთხილება მაშინ მე მგონი ყვითელი ბარათი არის. ყვითელი არის, მაგრამ სიყვარია გაფრთხილება, გაფრთხილება არ მეუღია რა. ხა უკვე ცოტა უნდა გავდივართ უკვე ბოლოსკენ და მარიღამ როგორ დაამთავრა თამაში, ისე თქვა რომ 47 წელს მოსკოვის ტორპედოს ეთამაშებოდა და იქ მოტეხეს ფეხი. იქ მოიტეხა ფეხი, როგორც უკვე აღნიშნეთ, ერთი წელი არ უთამაშია. შემდეგ უკვე უკვე ასაკშიაც იყო, კი დაბრუნდა მე, მაგრამ ის 49-ში 50-ში ითამაშა. ითამაშა და 51-ში. ცოტშიც აი რამდენიმე ძალიან ლამაზი გოლიც გატანილი დაბრუნების შემდეგ. ის ბორე აღარ იყო და მაგრამ კიდე კაი რომ გუნდი ლიდერის გარეშე მაინც არ დარჩენილა, იმიტომ რომ გადასა მერე ბასა ღოღობერიძეს, რომელმაც ასევე 14 წელი ვაშკაცურად ატარა ეს ლიდერის ტვირთი და გადასა იამანიძეს, რომელმაც მერე უკვე დააგვირგვინა ოქროს მედლებით. იყვნენ ესე იგი სულ იყვნენ საკმარა პაიჭაძისტები რომ იყვნენ ეხლა ესეთები რომ ვერ დააჯერებდი რამდენიც არ უნდა გეკამათა ყველა იძახდა რომ პაიჭაძისნაირი ფეხბურთელი არ ყოფილა არ არის ესეთი და მაგრამ აი ეს პაიჭაძისტები მაინც იძახდნენ რომ ომამდელი რაც თქვენ ბრძანეთ ეხლა ომამდელი ბორის პაიჭაძე მაინც გაცილებით იმიტომ რომ ომი რო დამთავრდა უკვე მეორე მსოფლიო ომზეა ლაპარაკი 31 წლის ასაკში შეხვდა ბორის პაიჭაძე აი ამ 45 წლის ჩემპიონატს და 31 წლის ასაკი უკვე იმ პერიოდში როდესაც ის აღდგენები არ იყო და ის მედიცინა არ იყო ითვლებოდა რომ უკვე წასული უკუებაც სხვანაირი იყო რასაკვირველი რეჟიმი არ და ხალხიც ადრე ბერდებოდა კი რასაკვირველია ესეც არის ოხდა ისე რომ და ისიც უნდა ვთქვათ მე რომ რამდენი ხნის განმავლობაში იყო სტადიონის დირექტორი და აუცილებელია თქმა უნდა იმდენად დიდი ავტორიტეტი ჰქონდა რომ აი რეკონსტრუქცია რომ ტარდებოდა თბილისის დინამოს სტადიონის აი ბორის პაიჭაძეს ეკითხებოდნენ კი ქურდიანი და რაღაც გარკვეულ რჩევას აძლევდა ხოლმე და ფილმი პირველი მერცხალი სადაც კონსულტანტია შესანიშნავად ასრულებს თავის როლს გვახსოვს ალბათ ეს და კარგია რომ შემოგვინახა ნამდვილი ბორის ხმაც ბორის პაიჭაძის მსახიობს არ გაუხმოვანებია მსახიობს არ
ბორის ბაიჭაძე შემოგვინახა. მოგრეთ აი ეს ორი სიტყვით რაც შეიძლება ბორის ბაიჭაძესთან ერთ გადაცემაში გვეთქვა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე.